მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ის ადამიანის გასასასა შინახართ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ აუცილებლად პატიმრებს და უცხო ჭკო ქართველებს. იმ ადამიანებს, ვისაც ავიცი ბევრ ადამიანს პრობლემა გაქვთ, ზოგი სნეულებასა შინახართ, უძლურებასა შინა, ყველას წარმატება მინდა გისურვოთ და მთავარია რომ ღვთის იმედი არ დაგვეკარგოს და იმედიანად ყოფილიყავით, ყველაფერი იქნება კარგად. ხოლო ყველაფერი რომ კარგად იყოს რაღაცნაირად აი დღევანდელი თემა რატომ მინდა რომ იყოს ის რომ აი ყველაფერი წარმოგიდგენთ ეხა რო გელაპარაკებით ეს წამი გაივლის და მეტი აღარ იქნება ჩემს ცოცხლებში აი ეს თორე ხო ყველაფერი ერთ-ერთხელ ხდება ხოლმე ყოველი დღე ახალი ერთხელ იქნება ჩვენ ცხოვრებაში და აი რატომ უნდა გამოვიყენოთ კარგად და რატო არ გვაქვს დასაკარგი ის დრო რაც ღმერთმა მოგცა წარმოგიდგენთ ხა დღეს რო გავიღვიძეთ უბრალოდ ერთი დღე იყო, რომელიც აღარ განმეორდება ჩვენ ცხოვრებაში. ხვალ სხვა დღე იქნება და ასე შემდეგ. აი ნებისმიერი წუთი და დრო, ანუ არ უნდა დავხარჯოთ ჩვენ აი ნიჰილიზმში, რაღაცა პრობლემების იმაში, რა ქვია, გაღვევებაში რაღაცა, აი უნდა დავხარჯოთ სიყვარულში და სიკეთეში და ამისათვის მამა პეტრე მოვიყვანეთ, დიდ მადლობას მოგახსენეთ. მამაო, თქვენ გაფრთხილებული ვარ სასტიკად რომ არ მაქვს თორე წავალო და აი ეს დრო გამოვიყენე მამაოს ქების დრო გამოვიყენე ამ იმაში რომ უბრალოდ მართლა როგორი არის ცხოვრება მამაო რა ცოტა ხნით მოდის ადამიანი და აი ერთი წამი უკვე აი წეღა რო ისაუბრე ეს აღარს ჩემ ცხოვრებაში აღარ განმეორდება რა აწი ახალი და ამას რატო ატარებს მამაო ადამიანი ცუდად სიტყვაზე მტრობაში შურში ბოღმაში ცოდვაში და ასე შემდეგ ხო შეიძლება რომ დავფიქრდეთ რომ აი ეს დრო რომელიც ღმერთმა გვაჩუქა კარგად დიდი მადლობა ჩემო გიორგი მოწვევისათვის მადლობა ჩვენ ტელემაყურებელს თქვენ განსაკუთრებით რომ ასე ოპტიმისტურად იწყებთ ხოლმე გადაცემას და შემშურდება ხოლმე კიდევაც რომ აი ღვთის იმედს რომ მადლობა თქვენი დამსახურება არ მიატოვებთ ხოლმე და რომ თავარი ღვთის იმედი იქონდეს და ნამდვილად რასაც თქვენ ბრძანებს სწორი ბრძანდებით რომ ადამიანებს აქვს ადამიანებს ყველას გონია რომ ეს ცხოვრება უსასრულოდ გაგრძელდება და ხშირად აი ამას ფუჭად კარგავთ დროს უაზრო ფიქრებით, უაზრო ოცნებებით და აი მოდი ერთი წამით თითოეული ჩვენთაგანი დავფიქრდეთ და გადავხედოთ ასაკს არა აქვს მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების განვლილი ცხოვრების რა ნაწილი დავხარჯეთ კარგად და რა ნაწილი ფუჭად და რა ნაწილი ცუდად აღმოჩნდება რომ კარგად ძალიან ცოტაა ნეტა 20% იყოს დახარჯული კარგად 20% საკმარისი იქნება აი 20% სერიოზული დიდი ის არის თუ კი ესეც არ აგვაქვს მაშინ ნახოთ აბა ესე იგი ფუჭად რამდენი დაიხარჯე რა თქვენ ისაც კარგად რამდენი პროცენტს აი რამდენი პროცენტს ატარებს ცხოვრებისას ადამიანი არა რა იცი უნდა ეცადო რომ ყოველი წუთი შესასარგებლოდ გამოიყენო აი ხშირად ვამობთ ხომ ესეთი ის არის რა თქმა დრო გავატარეო სადღაც ვიყავიო და კაი დრო გავატარეო ერთმა მრევლმა რა თქვა მამო ჩვენ კი არ ვატარებ დრო გვატარებს ვაკეთი კითავ და რამხელა სიბრძნეა დრო გვატარებს აქეთ იქით აი ზღვაში რომ ღელვაა და ნავს გემსა რომ ახეთქებს აქეთ იქითა ეს დრო გვახეთქებს აქეთ იქითა და გონია რაღაცას ვაკეთებ ვაფუჭებთ მე იმის გამოსწორებაში ვხარჯავთ იმ დიდ დროს ბრძენი კაცი უფრო სხვანაირად უდგება ცდილობს რომ არ გააფუჭოს და ჩვენ ვეცადოთ რომ არ გავაფუჭოთ და აი სამწუხაროა რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უფრო გაფუჭებაზე უცოდინარობის ბრალეს იმით ძალათ კი არ ვაფუჭებთ რო არ ვიცით რო არ უსმენთ უფროსებს ის ვისაც ჩვენი სიკეთე უნდა ის ვინც ბრძენია ვინც გაიარა ეს ყველაფერი როგორ არის ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ რო გეუბნიან შვილო იქ რო გაივლი ფეხი არ წამოკრავ რაღაც მინიშნებს აი ხა დაიწყო ეს ამან ლაპარაკი და მივივალ და ფრახ წამოკრავ და მე გაგახსენდება რომ აუ ნეტა ხო შეთაკაც გაითვალისწინე რა
ცუც ხო არაფერს გეუბნები. შენს ასე გეუბნება რომ იცი რა, ასე თუ გააკეთებ, კარგი იქნება. ისე თუ გააკეთებ, კარგი იქნება. ეს ადამიანები გვეუბნებიან ჩვენი შინაურები, ჩვენი კეთილის ყოფილელები, მშობლები, მეგობრები, ნათესავები. ეხლა წარმოვიდგინე ღმერთი რამდენ სიკეთეს გვასწავლის და გვეუბნება. იმას კი არა რომ ასე გააკეთო, ფიქრშიც ხედავ ჩვენ ქმედებას, რას ფიქრობ და გეუბნება, ეგრე ნუ იფიქრებო რა. ესე კი არა, აი ასე იფიქრეო. ის ფიქრის ცოდად გვერაცხება. და ყველა გასროლილი სიტყვა, ყველა დათესილი აზრი, რომელსაც ჩვენ მერე წინ გვხვდება ეს. და გვიკვირს რომ რატო ასეთი რამე ეს როგორ შემემთხვა მე ეს როგორ მე ხო სიკეთეს ვაკეთებ, სიკეთეს აკეთებს თავისთვის. აი ისევ დავფიქრდეთ ჩვენ თავის ჩავხედოთ. რა გაგვიკეთებია საქართველოსთვის? აი რო წავალ მე რა გავაკეთე საქართველოსთვის? რა გავაკეთე ქალაქისთვის? ხო, ისე მამო კარგს ასაუნთ. ეკლესიისთვის. ხო, კარგს ასაუნთ. იცი სხვათა შორის, აი მე რო ცუდი არ ვარ, ეს უკვე შეიძლება გაკეთებული იყოს საქართველოს. უი რა კარგია. რა კაი, არა. რა კარგია. მართლა აი როგორია, რომ აი არაფერი არ დაუშავო. თქვენ რა ეს ყველამ დაუშავო, აი თქვენ გასაგებია, გიორგი, ეგ უკვე კარგია რომ აი სასახელო რო ვარ, რომ აი ეგ კარგია რომ არ გაგიფუჭებია. ახლა წარმოვიდგინე ვაშლი არის ხეზე. ხო. ასხია კაი ვაშლი და ჩამოვარ და დაბლადეც. ცუდი არაფერი გაუფუჭება რა, ეგდო ტალპა. აი ვაშლის რომ მოუწყვიტავთ და ან ჯემს გავაკეთებთ, ან შევჭამთ, ან რაღაცას, ეს არის საქმე. სასარგებლო. აბა ახლა სიკეთე ის კი არ არის რომ ჩვენ ცუდად გვესმის სიკეთის ცნება. სიკეთე ძალიან ძნელი გასაკეთებელი. აი კაცი მოვიდა და პური მინდაო რა მშივაო და მივეცით პური. თქვენ როგორ ფიქრობთ სიკეთე გავაკეთეთ? ვარდებული ხარ შენ რო გავაკეთე. ეგ არ გეთვლება სიკეთით. შენ ვალდებ წყალი რო პურია კაცა და წყალს დაალე ვალდებული ხარ. კი, ადამიანო გავალდებული. ხო, არა. გაჭირებული როა და დეხმარები. ეს შენი მოვალეობაა. აი ჩვენ მოვალეობა საერთოდ გადავაგდეთ ეს ცნება აღარ გვინდა რა მოვალეობა რატო დღესა სამწუხაროდ ოჯახებში შვილებსა და მშობლებს შორის ეს მოვალეობის ცნება დაიკარგა. ახალგაზრდა ოჯახი იქმნება, ცალკე უნდა იცხოვროს კაცი. პასუხისგებლობა. ხო, ცალკე უნდა იცხოვროს, ეს ცუდი კი არა ერთი მხრივ, მაგრამ იქ რომ მშობლები რომ მოხუცდებიან, იმას მოვლა რომ უნდა ვინ მოულის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს როდესაც ოჯახი დიდია, მშობლები, შვილები და შვილიშვილები ერთად რო ცხოვრობენ, ის ურთიერთობები უფრო თბილი და ტკბილია თუ ის ურთიერთობები რომ ბებიას სამთვეში ერთხელ ნახულობს ამ პაპას. როგორ ფიქრობთ, იმათ სიყვარული ექნებათ ისეთი? მოვალეობის გრძნობა ექნება ისეთი? ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. თქვენ არც კი იცით და გეტყვით. 40-50 წელს გადაცილებულების 60% დაუოჯახებელია. რატო? იმიტომ რომ ვეღარ ვეგუებით ერთმანეთს. მამო. რო შეგო, მაგას არ დაუჯახდე. ახლა ხშირად ყოფილა ტაძარში არის ყველა მოძღვარი და მე თან ხდება რომ ვიღაცა მოეწონება ან საცოლე უნდა ან საქმრო უნდა და იწუნებენ ერთმანეთს და ვიწუნებთ ერთმანეთს და რაღაცები. წუნი ყველასთან შეიძლება მოიძებნოს. ყველას ისეთი ახლა იდეალური მე ჩემთან არა ვარ. რაღაც მინუსები მჭირს, რაღაცები, მაშინ მერე საწ წავიდეთ, როგორ წავიდეთ. მე რო ჩემო მშობლებმა ამ ქვეყანაზე მომცეს ამის მოსვლის უფლება და მე რო სიყვარული მასწავლეს და შრომა მასწავლეს, მე ხო ჩემი ის უნდა გადაუხადო.
გახსოვს მამა რო წაიყვანა შვილებმა და ცაზი აიყვანა გოდორით სახში წაიღეო გამოგადგებაში რა ეს რისთვის ისწავლებოდა ეს შემთხვევითი არ არის შენ რასაც დასთეს იმას მოიმკი ერთ მაგალითს გეტყვი ეს ჩვენ ადრეც ვთქვით მეგონი არ მახსოვს ერთი ჩემი მეგობარი პროფესორი მიიწვიეს იაპონიაში ერთ-ერთ კათედრაზე და დაახლოებით 6 თვე იყო იქ და ვინც მიიწვია ხლა ცოტა გავშინაურდით ერთმანეთშიო და სახში მიმიწვიაო მე მეც იმას გქენიო და ქართული ურთიერთობები და კითხევა ხლა ჩვენთან როგორც არის თქვენი მშობლები როგორ ძადები როგორ არიან მოვიკითხე რა არ გამცავ პასუხიო მეორეთაც მოვიკითხეო და კიდე არ გამცავ პასუხიო და მე ეთყობა მიხვდაო რომ ამ შეკითხოს კიდე დაუსვავდი და თვითონ მითხრაო იცითო 10 წელიწადი არ ვიცი სად არიან ცოცხალია გარდაიცვალა საცხოვრობენ რა პრობლემები შეიძლება იქ მოხუცებულობის ცხოვრების წესი უკეთესად არის ვიღაც აუგული სადღაც არის მაგრამ მშობელმა და შვილმა რო 10 წელი ერთმანეთის არ იციან ძაღლები ხო არ არიან კაცო ძალმა იცის უფრო ხო და როგორ ესე ვიცხოვროთ დავცილდეთ ერთმანეთსა და გათითო კაცებულება და ეს არის ტრაგედია და უბედურება ეს მოსალოდენ ჩვენ ამისგან მაშინ ნორმა სად არის აი თუ შეიძლება იმიტომ აი ნახეთ მამა აი კითხოს დაგისვამ ჯერ ერთად მინდა რომ კითხოთ იმიტომ რომ მე ეს არ ნიშნავს ახლა სამ კითხოს გისვამთ რომ გეწინააღმდეგებით მაგრამ მე უნდა დაგისვათ ესეთი კი ნებისმიერი აი ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა აი მეუღლე მოყავს და ნუ აი საერთოდ ოჯახის წევრებს ითვალისწინებს და იმას უნდა მოეწონოს ჯერ და ასე შემდეგ. მე ამათ ცხოვრებაში, ცალკე ოჯახის ცხოვრებაში ყოველთვის ითვალისწინებს თავის მშობლებს. გასაგებია. რაღაცა დოზით უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მე ისინი ერევიან, მე კონფლიქტი ხდება ხოლმე, ერთმანეთს აკეზებენ ხოლმე, რომ აი შენი ნაცოლმა შენ რო არიყავი ეს მითხრა ის, აი ხშირად ხდება ხოლმე ცალ-ცალკე ოჯახებში რო ცხოვრობენ, აი მაგალითად. ნუ მეც კონკრეტულ ცალკე მაგალითებსაც გეტყვით. ცალ-ცალკე რო ცხოვრობენ ხოლმე, მამაო ხშირად ხდება რომ მეტი პატივისცემა, რიდია უფრო მეტი იქ რაღაცა ის არის. ხშირად ხდება რომ უფასურდება პატივისცემა, როცა ერთ ოჯახში ცხოვრობენ. ნუ გააჩნი ადამიანის ტიპაშა, ზოგი ვერ ძლებენ, დედამისე ძალიან უყვარს მაგალითად ვიღაცას დედამთილიან ვიღაცა სიდედრი. ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამაო ნორმალიზება სად არის, იმიტომ რომ უცხოეთში ფაქტიურად ეს უფრო მეტად დაალაგებულია ხშირ შემთხვევაში, ნუ ის მაინც არ არის რომ თმებით აქ ხანდახან თმები წეწავენ ხოლმე ძალზე დედამთილი ერთმანეთს. ნუ ესეც არ არის ნორმა მამაო, რომ ვიღაცა ერევა კიდე ვიღაცა არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვერ თმობს მამაო, ვერ ელევიან თავის გაზრდილს, თავის ნაშრომს. მიხვდით? გეთანხმებით, კითხვა არის ძალიან კარგად დასმული. მაგრამ აქ მიზეზები უნდა შევისწავლოთ. მე ამის მეც კი არაფერს არ ვაკეთებ და დამეთანხმებიან ძალიან ბევრი სამგებლობებისაც პრაქტიკული გამოცდილება. მოვიყვანეთ ძალი ოჯახში. დაიწყო ცხოვრება, ყველაფერი თავიდან კარგად მიდის, არ არის პრობლემა, გაჩნდა ბავშვი. გამრავლდა, გამოვიდა, მაგრამ რა ხდება ის? მოდი ცოტა ხანი რძალი კი არა, დედა და შვილი, ქალიშვილი. ასაკში რო შედიან, დრო რო გადის, შვილი რო შუა ასაკს გადაცდება, იწყებს უფროს, ქალები ჩხუბობენ ერთმანეთს უფროსობისთვის, იცით თქვენ? ქალები და კაცებიც. აქ კონფლიქტის მიზეზი არის უფროსობა. ვინ არის უფროსი? და მით უმეტეს ახლა დედამთილია და მოვიდა რძალი და ამ ძალმა დაუწყო უფროსობა ახლა თავის აშენებულ, გაკეთებულ სახლში, კარში, ნაშრომში, ოფისში და დაიწყო უფროსობა. არასწორია. შეიძლება ურჩიო დედამთილს, მამამთილს, მეუღლეს, მაგრამ რა არის იცით? ეს ურთიერთობა პირდაპირ კი არ უნდა იყოს. აი მე როდესაც ახალგაზრდა დავოჯახდი მე და ჩემ მეუღლეს შორის ესეთი საუბარი იყო რომ იცი რა
შენ თუ გინდა რომ დედაჩემს და მამაჩემს რამე უთხრა, ჯერ მე მითხარი. თქვენ უთხრით? მეუღლეს ვეუბნები. დიახ. დედაჩემს და მამაჩემს რამე უთხრა. კარგია, ცუდი არა აქვს ნიშნული. ჯერ მე მითხარი და მოდი მე და შენ მოვილაპარაკო და მერე თუ საჭიროა, ან მე ვეთყვი, ან შენ ეთყვი და ან და პირიქით. აი მე დედაშენს და მამაშენს ესე პირდაპირ არ ვეთყვი, ჩემ აზრს და ჩემ პრეტენზიას თუ რაღაც მე ჯერ შენ გეტყვი. რაღაცა წესები არსებობს. კი, ამ წესებს თუ დაიცავ, არ იქნება პრობლემა პირიქით. ახლა რაღაც გადავხედოთ ყველა დღეს ოჯახებში. ის ოჯახები, რომლებიც ცალკე წავიდნენ, ახალგაზრდები, კარგი ბინა მიიღეს, შვილები ყავთ რაღაცა და მოსამსახურეები ყავთ სახლში. ვეგრე უმეტესობას. ის დამლაგებელი, ბავშვის მომლელი, მასწავლებელი. კი, მაგრამ ის დედამთილი ან სიდედრი თუ ვის იმ მოსამსახურეზე ნაკლებად მოუვლიდა. ხო ეს ზედმეტი თანხა და ხარჯია ოჯახისთვის. მაგრამ ის დედამთილი და ბებია რომ მოუვლის თავის შვილიშვილს, ისე რომელი მოსამსახურე მოუვლის. რა არის იცით? ჩვენ გვინდა ჩვენ ჭკუაზე იყოს ყველაფერი. პრეტენზია გვაქვს, ჯერ ესე იგი ცალკე რო ხარ, უფრო პრეტენზიული ხარ მეუღლესთან. ცოლთან, ქმართან. და როდესაც ერთად ვართ, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. ხო. ოჯახის სტრატეგიას, მიმართულებას. და ამას კიდე ერთი სერიოზული საფუძველი აქვს. რა? ოჯახი დაინგრა, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს დაანგრევას ნიშნავს. და რატო დაინგრა, იცით რომ? ადრე გლეხი იყო თუ მუშა იყო, რაღაც პროფესიები ჰქონდათ, ხო? გლეხი იყო, სიტყვაზე რა, მაგალითის თუ გასაგები იყო, იმანიცოდა, როდის მოეხნა, როდის დაეთესა, როგორ მოემკა, როგორ გაელეწა, როგორ დაებინავებია და საქონელისთვის როგორ მოევლო. ამას ასწავლიდა თავის შვილს. შთამომავლობას ასწავლიდა, ის კიდე თავისას ასწავლიდა, ეს ცოტნა გადაეცემოდა თაობიდან თაობას. დღეს როგორ არის? ოჯახში საერთო აღარაფერი აღარ არის. ახლა ჩემ მაგალითს მოვიყო. პაპა ჩემი იყო მე მანქანი. მატარებლები დაყავდა. მამა ჩემი იყო ჟურნალისტი, ისტორიკოსი. საერთო აღარაფერი არ აქვს მათ. მე ფიზიკოსი ვიყავი და მე მღვდელი გავხდი. სხვა პროფესიული ერთიანობა დაიკარგა. ისინი, როდესაც წეღანდელი მაგალითზე რო იძახდი, რომ გლეხი თავის შვილს, ისინი სახში ვახშმის შემდეგ თუ სადილის შემდეგ თუ დასვენების დღეს თუ რაღაცა ასწავლიდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ თავის ცოდნას. ეხლა მე მანქანემ რა უნდა გაუზიაროს? ჟურნალისტს. ან ჟურნალისტმა რა უნდა გამიზიაროს? მე ფიზიკოს. ეხლა ჩემი შვილები და ისინი ექიმები არიან. ხო. ერთი ალთასა ვართ, მეორე ოჯახი, ესე იგი ეს ერთიანობა დაიკარგა პროფესიული. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, მე მიხარია ხომ, ვაკვირდები ხომ, აი დიდი მეცნიერები ვინც იყვენ ხოლმე საქართველოში და სერიოზული პროფესიონალები, ისინი ცდილობენ რომ თავის შვილებსა და შვილიშვილებს თავისი პროფესია გადასცენ და თავისი პროფესიული საიდუმლოებები გადასცენ. აი ასეთი მაგალითი ხო თურმანიძეების მაგალითი. ეხა ეგ ვიფიქრე. და კიდე რამდენი რამეები იყო. დიახ. ძალიან ბევრი რამეები ისინი გადასცემდნენ თურმანიძეები რძალს იმას რა ქვია, ქალიშვილსაც კი არ ასწავლიდნენ მალამოს რეცეპტს. იმიტომ რომ გათხოვდებოდა და სხვა გვარში წაიღებს. აი რძალს ასწავლიდნენ რომ ის ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ ჯერ შეამოწმებდნენ რომ რძალი როგორია, არ გაიქცეს არ წავიდეს. ხო, ეს რაღაცები იყო. რა რიცი ჩვენ გვინდა სრულიად ახალ სამყარო ავაგოთ ჩვენ თავზე და აი ამ სამყაროს ცენტრში ვიყოთ ჩვენ. სადაც მე ვარ იმპერატორი, მამა თუ დედა თუ პაპა თუ ბებია თუ ვინც გინდა დაუძახეთ და
ყველა დამემორჩილოს მე შვილი, აბა შენ ეგ კი არა ამ პროფესიაზე წადია შენ ეს კი არა ფიზიკოსი კი არ გამოდი ექიმი, შენ გამოდი მხატვარი და ხშირად არის ხოლმე პროფესიის არჩევაზე კონფლიქტები ოჯახში. რა არის იცით? აი მე ბევრნაირი რაღაცები გავიარე ხოლმე და ერთ სერიოზული დასკვნა გავაკეთე, სერიოზული. აღზრდის პერიოდში, აი, როდესაც ბაწვილი უკვე დაკაცობას რო უნდა რომ აი კაცი გამოვიდეს და თავისი ცხოვრების გზაზე დადგეს მტკიცეთ. აი ამ აღზრდის პერიოდში და კაცად ჩამოყალიბების პერიოდში ადამიანმა უნდა გაიაროს ჩემი აზრით, არ ვიცი ხო მე ეს ძალიან გამომადგა და ერთი კვირა უნდა აშიმშილო. რომ გაუფრთხილდეს და გაიგოს ერთი ლუკმის ფასი. რომ ის ერთი ლუკმა, რომელსაც ჩვენ დაუდევრად აქეთ-იქით შენ დავაკვირდები ხოლმე სუფრაზე როდესაც ავარ, გადაიღებენ რაღაცა და ნახევარს დატოვებენ. ბიჭო, ის დანარჩენი ვინ წაიღოს, ხო გაფუჭდა. გადაიღე იმდენი, რამდენიც შეირგებ და იმას იზამ, შეჭამ ბოდიში. ცოტა გადაიღე, არ გეყო კიდე გადაიღე. გადაიღებენ დიცსა და დატოვებენ დანარჩენი ხო ფუჭდება. ერთი კვირა უნდა აშიმშილო კაცი, რომ აი მის ფასს გაიგებს. ერთი კვირა ხო, თვალები უნდა აუხვიო. ანუ ვერაფერს ვერ დაინახავს, მე როგორ დააფასებს ზის სინათლესა და როგორ დავაფასებთ ერთმანეთის სახეს, რომ მოგენატრება დედა, მამა, ცოლი, შვილი. და რო ფიქრობ ნეტა როგორია დედაჩემი და როგორია ისე და ვერ გაიხსენებ და აი მაშინ მიხვდები რა არის. და ერთი კვირა კიდე. ეხლა ერთად არა ეს ცალ-ცალკე უნდა იყოს და ერთი კვირა სმენა უნდა დაუფსო. აბა ვერაფერი ვერ გაიგოს. ნახე როგორ გაიზარდოს სულიერად. თქვენ როგორ ფიქრობთ დიოგენი რო კაცში იჯდა? რისთვის იჯდა რა? მას ეს 11 რამები მოცილებოდა. რა არის ჩვენში? აი მონასტერში რატომ მიდიოდნენ დაყუდებული მამები რა? ახლა შიომღვიმელს ვინმე ეთყოდა წადი იყანა გასათოხნია და ძროხებია მოსაწველიო. წავიდა და ღვიმეში იჯდა არ გამოდიოდა იქიდან. აი ზედმეტი რამეებისგან რო ის უფრო ამაღლებო კი ახლა არის კიდე რაღაც დახურული თემები რომელსაც მე აქ ვერ ვისაუბრებ. მე ვიცი ასეთ. ხო და იგივე ანტონ მარტყოფელი, სიმონ მესვეტე და აუარებლები მამები იყვნენ. წადით უბრალოდ ერთი კვირა წადი მარტო სოფელში ტყეში წადი. აბა როგორ ხასიათზე დადგები ვნახოთ. როგორ გამოიქცევი. ეს ჩამოყალიბება ადამიანისა საჭიროა პიროვნება რო ჩამოყალიბდეს. რომ მე მიხვდები რომ აი რა კარგია ოჯახი. მე რო აქ ავარ დედასთან, მამასთან, ცოლთან, შვილთან. იმაზე დიდი ბედნიერება რომ შენ შვილთან ერთად მე მithქვამს რა და ძალიან ის ვიყავი ხოლმე. ბავშვები მიხაროდა ხოლმე და თოვლი რო იყო თბილისში, კუსტოვაზე წამიყვანია თოვლში ბავშვები, ჩემი გოგოები. ისე მამა თქვენ არ იქნებოდით, კაი მამა. რატო? იმიტომ რომ კაი მღვდელი იყავით. არა, არა, მაშინ კაი მღვდელი, კაი ოჯახში არ სარაი კარგი. მე ახსარ და რატო? აბა თუ იცი. დრო არას არ გაქვს ხოლმე. არა, მაგ მე აი ბავშვებისთვის და ოჯახისთვის ყველაფერს გადავდებდი რომ ის საქმე გემეკეთები რომ ბავშვებს არ მოკლებოდა და მაგრამ მე მღვდელი გავხდით აი მესამე შვილზე გული მწყდება რომ ისე მასთან ერთად კინოშიც კი არ ყოფილი. აი მაგასო. არ მეცალა სამწუხაროდ მე ვაღიარო და ბოდიში მოუხადე ჩემ შვილს ამაზე. ის საჭიროა მამასთან ერთად წასვლა. მე ისინი რო იყვნენ უფროსები ხა უფროსსა და პატარას შორის 12 წელი იყო განსხვავება. წარმოიდგინეთ შუათანა გოგონა იყო 4 წლის. წავედი კარსანში ავედი და გადავედი არმაზში იქ ხეობაში. ისეთ კლდეებზე რომ მე შემეშინდა იმის. ხა ბოდიში ახლა ჩემ რაღაცებს ყვები, მაგრამ ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის ეს რატომ მაინტერესებს ის მამა რაღაცა საერთო თემაში ისა რა ქვია კითხვებს გასცემს პასუხს. კი ბატონო.
თქვენც რას ხვებით როგორც ყველა მშობელი ხართ როგორც რა ყველა თქმა უნდა, მაგრამ ეკლესიური ესე და თუ მშობელმა თუ ბავშვმა არ დაინახა რომ მშობელი მასზე ზრუნავს მისინ დამირწმენა არა აქვს წარდი აქედან არ მცალია შენთვის აბა შე როგორ შეიძლება უთხრა იმაზე კარგი რა უნდა გააკეთო რომ შვილთან ერთად ის რაც არ იცის ასწავლო წაიყვანო არა აი მაგაშია საქმე ამას რო აღარ დავაფასებთ ხო დაინგრევა ოჯახი გაქრება აღარ იქნება დაემგვანება სტადიონს აი ხალხი ბევრია და მე რა იგი კაცი ზის და არც კი ვიცი ვინ არის უკუარეს გეტყვით კიდე დღეს აი ის რაც დავიწყეთ რომ ოჯახი ინგრევა აგერ კედლის იქით კაცი ცხოვრობს არ ვიცი ვინ არის კი ბატონო და ერთ შენობაში აი ყველაზე პატარა წარმოვიდგინოთ 5 სართულიანი, 6 სართულიანი, 3 სადარბაზო. ერთი სოფელია ეს. და რამხელა განსხვავება იცით? ახლა მე სპეციალურად შევისწავლე. სკოლაში დავდი, სკოლაში გაკვეთილებს ვატარებდი ხოლმე საღვთო ჯულისა და ისეც სულ მაინტერესებს ეს საკითხები. და აი სოფლის ბავშვები უფრო განვითარებულები არიან. ვიდრე ქალაქის, რატო? ერთხელ ერთი მოვიდა ჩემთან და ტიროდა, რა მოგივიდა შვილო, თბილისში. რაიო, მამაო და ხეზი ასვლა არ ვიცი. არა აქ ხედა, სადავიდეს. წარმოიდგინე ახლა რუსთაველზე ან ვაჟაფშაველაზე რომ ხეზი ავიდეს ბავშვი, იმ წუთში პატრონს გამოიძახებენ და წაიყვანებენ, ხო? სოფელში ხეც აქვს, ხეებსაც არჩევს. ხო. ფიზიკური შეხება აქვს. კი, მაგრამ ახლა კიდე ერთი ნიუანსი. ქალაქის ბავშვებს ვეკითხებოდი ხოლმე პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასამდე და არ იციან მშობლები სად მუშაობენ და რას აკეთებენ. უნდა იცოდეს მამა. აუცილებლად უნდა იცოდეს. აი სოფლის ბავშვმა. აი რა უნდა იცოდეს. ერთი წუთი სოფლის ბავშვმა თავისი მშობლებისაც იცის და მეზობლებისაც კი იცის. ეხო ჭორაობა. არა. ტრაქტორისტი როა ჭორაობა რა თუნდა კაცო. ეხა ქალაქელი შეატყობს ეხა გორზე ტაქსისტი თუ არის ეხა მე არა არიცი არა მე აქ სხვა რამის მეზობელზე კი არ გეუბნები მამა რა სად მუშაობს არ იცის იმიტომ რომ მამა უმეტესად შოულებს ძალიან ცუდი სამსახური აქვს ქალაქში შეიძლება ბავშვს სტრესი მიადგეს არა შეიძლება ახლა მაგისთან ხელური სამსახური იშვიათად ქონდეს 1000-ში ერთს მაგრამ ჩამშოვიროა მამა ეხლა ჩამშოვიროა ისიც თორმაც არ იცის და დედამაც არ იცის იმან და თვითონაც არ იცის ხოლმე ხანდახან მაგაზე არა ელაპარაკი მაგრამ მე ძირითადად მაგაზე არ იცის ხო არ იცის არა ზოგი ისე დოყლაპია ისე აფუჭებს საქმეს არ ვერ ხვდება ისე დაწერ ჩვენებას ხო არ მაინტერესებს ეგ რამეები მაგრამ აქ არის ეს არის ეროვნული ტრაგედია გამიგეთ იმიტომ რომ დღეს რო ეს 100-ია ხვალ კიდე უარესი იქნება ხვალ კიდე უარესი იქნება. აი დღესა კიდე უარესი იქნება, რატო იცი? ბავშვებისა ეს ტელეფონები უჭიროთ ყველას ხელში. 3 წლიდან ტელეფონები იციან, ჩემზე კარგად იციან კაცო. ოღონდ მშობელი არ თავის სათამაშოებს არ გაცდის თავის ტელეფონს, მიუგდებს შვილსა და არც კი აინტერესებს რას უყურებს ის ბავშვი. ახლა ინგლისში და საფრანგეთში უკვე მიიღეს რომ არ შეიძლება. 17 თუ რაღაც ლამ. ხო იკრძალება. იმიტომ რომ გამოშტერდა ხალხი და ახლა ჩვენა ისე გამოშტერებული ვიყავით და კიდევ უფრო გამოშტერდებით, ხო, უარესი დაგვიმართა. ეს ისეთი ნიუანსებია, თითქოს არაფერია, მაგრამ აი ეს დიდი სახლი შედგება პატარ-პატარ აგურებით. და ჩვენი ცხოვრებაც აი პატარა იმ ნიუანსებით წეღან რითიც დაიწყეთ თქვენ რომ აი რა კარგია, რომ კარგი დღეა და რომ აი ეს ჩაი არა იმან და იმ მოდი ეს ჩვენი დიდი დრო მოდი ამ პატარ-პატარა კაი რამეებით შევავსოთ და სანატრელი ცხოვრება გვექნება, სასიხარულო ცხოვრება იტყვი რომ გავიარე მე სიბერეში რომ მიხვალ და აი ველოდები ანგელოს რომ უნდა წაგიყვანოს ვერცა და არც ანგელოზე შეგწხვება და არც ღმეთისა და ამ დროს ფიქრობ რომ აი რა გავაკეთე.
მოდი ვიფიქროთ, ყოველდღე ვიფიქროთ ესე რომ აბა დღეს მეს ვის რა ვარ ახლა ამისთან ხალხი ყავდა ბრძენი. მამო ადამიანს რამდენი რაღაცა მიეცათ სიტყვაზე და ნახავ ხოლმე ამ ქვეყნიურის გამო რაღაც მოწყენს. აი მაგალითად აი ძალიან ხშირად ისეს გული მწყდება ხოლმე ქუჩაში. კი შეიძლება სახში ისე არ იყოს დაალაგებული რაღაცა, მაგრამ აი დედას ნახავ ანგელოზივით ორი შვილი რაღაცა მოსდეს. ამაზე მეტი სიმდიდრე ხო არ უნდა გაგაჩნდეს. დაბღვერილი სახით. ჩამოტირით სახები, პირიქით გახედე, გაიხარე, შედალოცილო, ხო? ანუ ვიღაცას ნახავ მამა დაბღვერილი მოდის იქ შვილს ესე მოათრევს რაღაც. გაიხარე, შედალოცილო, ხო? ვიღაცა შეიძლება ნატრობს იმას შენ, რითაც ვერ ხარობ, წარმოიდგინე. ეს როგორ უნდა შევამჩნიოთ, მამო? ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი მაგალითად მე შეიძლება მამა ჩემს ვერ ვამჩნევ და ვისაც გარდაცვლილი ყავს მამა, ხო ის ნატრობს, ვაუ ნეტა მეც ვყავდეს მამა. აი ეს ხშირად მამო, აი თქვენ რასაც ამბობთ, რომ უფროსებს შორისო ერთმანეთს არაფერი არ ვიცით რაღაცაო, ეგ პრობლემა არის, მამო. აი თქვენ რასაც საუბრობთ, ეგეთი გაზდილი არის უკვე, რომელიც მე აღარ აფასებს და რომელსაც მე აღარ უნდა. აი ნახეთ მამო, მაპატიეთ, აი უსინათლო, აი ხა მაგალითად შობელსო პატივს არცემენ, რაღაცა ბებიები რო არ უნდათ, განსაკუთრებით აი შობელი კიდე შეიძლება, შობელი მაინც შენ ხელაა რა, პატარა არის სხვაობა ჩვენთან ახლა 15 წელი ხოლმე 17 წელი, მაგრამ ნახეთ მამო, ბებიას რო პატივს არცემენ, იცით რა მახსენდება ხოლმე? აი უსინათლო თვალს რო აახელს პირველი რაც ჭირდებოდა, ხო იცი ჯოხი იმას აკდებს რა თურმე რა და ეგ მახსენდება, აი შენ გემოზე მოხვედი და ბებო დაბერდა და აღარ გინდა და ბაღში კარგად გამოყავდი და მიყავდი სიტყვაზე. იქ ბაბუა, სახში რო შევდივარ, მამო პირველი მაგას უყურებ ხოლმე, რომ აი რა პოზიცია და როგორ ცემენ პატივს იქ ყველაზე უფროს, ვინც ეს სახლი დაუტოვა ამათ. ან გარდაცვლილიც რო იყოს იქ სურათი რაღაცა, აი თუ არის ეს ყველაფერი რაღაცა მოგვარებული, მე ვხვდები ხოლმე რომ რა ხალხთან მაქვს საქმე, ნუ თუ არ ვიცი ის ოჯახი რა თქმა უნდა და აი როცა ვხედავ რომ აი ეს რაღაცა მერვე ხარისხოვან როლშია ის ვინც ყველაზე პატივსაცემია, ხო? მე ვხვდები რომ იქ ჩემი ადგილი არ არის ხო? განა იმიტომ რომ მე მაგარი ტიპი ვარ, შეიძლება მე შემეშალოს იგივე მამაო და შემშლია, მაგრამ ერთხელ შეშლა და ორჯერ შესვლა სხვა არის. სისტემატიურად ეს უკვე არ გამოგეპარა. ესე იგი შეგნებით ხარ უკვე ბოროტი. ახლა რაღაც თქვენი ლაპარაკეთ ძალიან კარგად უწერია. დიდ ჩვენ შოთას კოკა შიგნის არასადგას იგივე გადმოდიდები. რა არის იცით? აი ჩვენ აი ზუსტად იგივეს გავიმეორებ, რაც აქამდე ვილაპარაკეთ. ყოველდღე თითოეული შხამს რო ვაგროვებთ. მე ეს შხამი ისევ ჩვენ გვწამს. ნუ მოვაგროვებთ რა. ნუ შევუშვებთ ჩვენს სულში, ჩვენ ჭურჭელში, იმ ბოღმას, იმას, რომ ისე მე ჩვენ და გვაზიანებს. სუდაძაბული რო ხარ კაცი. ხარა რო აიღო ურალო რეზინი და გაწელო, ამდენ ხარ გაწყდება მე ხო. სუდაძაბული რო ხარ, შენ ნერვები მოშლილი გაქვს, მე ან თავი გეტკინება, ან გული გეტკინება, ან კუჭი გეტკინება, რაღაცა. იმიტომ რომ ეს სისტემა მოფუშულია უკვე. რატო ამდენი ავადმყოფობა? როგორ უნდა მიხვდე, იცი? კაცი, კაი კაცი თუ არა. ძალიან მარტივია, თუ ალბათ არ არის ეგ კაი კაცი. ის ავადმყოფობა ვინც არის, ხო? ღმერთი აჩერებს, იმიტომ რომ იმის იქით არ წახვიდე, თორე კიდე უარეს გააფუჭებ. შენ რო ავად გახდიო, პირდაპირ გეუბნება კაცო, ძველი აღდგა, შენ რო ავად გახდი, მე დაგსაჯიო. განა კოჭე ყველაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა. ანუ რაღაც გამონაკლის. პირდაპირ არა მე ციტატას მოიღო. განა კოჭელსა და ბრუციანსა მეუბადებ. რატო შეაჩეროს შენი სირბი სიავი რა, შენი ბოღმა გააჩეროს. ეცადე რა, ახლა ჩემი ის არ არის ეს პრეროგატივა, რომ მე მინდა და შენ გინდა. გაჩერდი და გამოკეთები, გამოჯამრთელდი. უფალო შეღაღადებ და გამკურნევ. შეღაღადებო და გამკურნევ. ესე ვილოცე გევედრებიო, რომ გამკურნო. როდის გამკურნებს? როდესაც დაინახავს ღმერთი, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ჩვენ დავივიწყეთ ახლა ყველაფერზე ვლაპარაკობთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან გვამოწმებს ღმერთი.
არა ვერ დავემალებით. რა მაინტერესებს ის სამაგერო თუ გადაგვეხდება იმაზე, რომ ჩვენ როცა სიტყვაზე ცუდად ვიქცევით ვიღაცა სხვა უფროს. იმიტომ რომ ეს ძალიან საშიშია თქვენ რასაც ამ სახში წაიღეო ისაო რა ქვია გამოგადგება შენი შვილები წამოგიყვანენო მერეო დაქტოვებენო რა აი თუ გადაიხდება ადამიანს სამაგერო და თუ თვითონ ყველაზე დიდი სამაგერო ის არის რომ ეგეთი უგუნური ხარ აი ხო არის რომ ვიღაცა ბნელია და ფიქრობ ხოლმე ეგეფიცებთ ყოველთვის მიფიქრია რომ ეხა აი ეს მეტი რაღა უნდა დაისაჯოს ტიპი დასჯილი არ არის რა ბნელია და რა ის არის ხო ის არა ეგ არ არის საკმარისი ხა ღმერთს თავისი დასჯის ფორმები აქვს ხა მე და შენ ამაზე არა აი სიტყვაზე ვიღაცას რო არაფასებ აი მაგალითად პატრიარქს რო არაფასებ ან ბებიას რო არაფასებ ხო ხდებით ანუ აი მიხვდით რას გეუბნები არაფასებ ვერე შენც გახდები ბებია და არ შენა ხო იმიტომ რომ აი თქვენ რასაც ამბობთ თავიდან ეს ძალდადაფთილის თემა ეგ არის სამაგეროს გადახდის პრინციპი როგორც ექცეოდი შენ რძალს რა თქმა უნდა არ როგორც გექცეოდე შენ და იგივენაირი ეს არის სამაგეროს გადახდის რასაც დასცეს იმას მოკი ხო რასაც გასცემ იმას მიიღებ ამიტომ არ უნდა გააკეთო ის ახლა შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფას მოგეყნოს დაგამციროს შინაურმაც გარეულმაც მაგრამ შენ თუ ეცდები რომ იმას არ აყვე ღმერთი ზოგჯერ გწდის ღმერთი ამაში ისევ გავიხსენოთ ისევ ძველ აღთქმას აგერ ახლა მეტი უბედურება რა უნდა იყოს ძმებმა გაყიდეს ძმა უნდა მოეკლათ იოსები და არ მოკლეს და გაყიდეს და წავიდა მეფე გახდა კაცი ხო დაბრუნდა და არც ის არ და ხო შეეძლო იმას ერთ წამში შური ეძია იმ ძმებზეც და ყველაზეც მაგრამ პირიქით აბა კაცობა და ღირსება ხლა იმას რომ შური ეძია იოსები ხსენებაც არ იქნებოდა ხო ბიბლიაში იმან გაიმარჯვა საკუთარ თავზე ბოროტზე გაიმარჯვა აი ეგ არის ღმერთთან მისვლა ესე მამაო ცხოვრება გაიძულებს ხოლმე მამაო სხვათა შორის და ირგვლივ ყოფი ბევრი შეიძლება ადამიანი გაიძულებს რომ არ იყო კარგი აი ამას როგორ უნდა მოუგო შეიძლება არ შეიძლება სხვის დაკვირვება არა ხდება როცა სუსტი ხარ და როცა უსუსური ხარ და როცა რწმენა არ აქვს მაშინ ხდება ეგრე თორე ისე არ შეუძლებელია ის მოწამეები და წმინდანები რომლებიც არიან ხო აიძულებდნენ არ წავიდნენ იმაზე გიორგის ყველაზე კაი მაგალითი რომ წმინდა გიორგის აიძულებდნენ რომ ასე ქენი შეურაცხყოფა მიაყენე ასე ქენი აგერ და აგერ იქნები თავარს არ ყველაფერი გექნება არ წავიდა დაზარალდა ბჭყალებში იგივე როდესაც ნაბუქოდონოსორმა ცეცხლი დაანთო და ყრმები ჩაყარაში გა ისინი ხო ვერ წარმოიდგენდნენ იმას რა მოელოდოთ იქა ცეცხლი რო ჩაყრიდან რო არ დაიწვებოდა ხო არ იცოდნენ წავიდნენ ძალიან ბევრი მაგა იგივე თევდორე მღვდელი იმან ხო იცოდა რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა იმას იქიდან არ გამოუშვებდნენ და როგორც შეძლო იბრძოლა რომ შორიგზიდან წაიყვანა და დააბნია ის 300 არაგველი იმათ არ იცოდნენ რომ ხო თითქმის ყველაში აბა როგორ გინდა ახლა რაღაცა რომ მიიღო დიდი და კარგი და ისა რაღაცა უნდა გადაიხადო მაგაშია საქმე რომ აი ის გადახდა ამ შემთხვევაში ქრისტიანობა გეუბნება რომ შენ უკვდავი ხარ შენი სულით ხორცი კვდება მაგრამ სული ნათელში იქნება და ნეტარებას მიიღებ როცა საჭირო იქნება ხო და ახლა თუ არ გჯერავს და ამ ქვეყანას ებღაუჭები მაშინ არიან ესეთი ხალხიც ქვეყანას გაყიდიან გამიგია მე საშუალება მქონდეს რომ ყველაფერს გავყიდი იმას რომ საშუალება მისცა მართლა გაყიდის მაგრამ ღმერთი არ აძლევს საშუალებას ხანდახან არის ხოლმე ღმერთი საკენკს უყრის ასეთ ადამიანებს ეს განსაკუთრებით აი ისევ ძველ აღთქმას და ეს ცეცხლები ბიბლიას
დიდარო შენი ეს ქონება შენი კი არ მე მოგეციო მოსავლელად თუ სწორე გამოიყენებ გაგიმრავლებო თუ არა წავიღებ სულაო და ეგრეა ხო ზოგჯერ ისეთი ადამიანები არიან ჩვენს გარშემო და ჩვენს იმაში და ისტორიაშიც რომ იმას სიმდიდრე რო არ მიცე შეჭამს თავის ოჯახის წევრებს შეჭამს ჯერ ეგ იცი რა გამახსენა ჯერ მდიდარია და როგორი არისო და ფული რო არ ქონდეს საერთოდ როგორი იქნებაო ხო რა თქმა უნდა წამიგი ზოგს მამო მართლა მატერიალურად მაგრამ აი მამო აი ეგ არის რომ მატერიალური არ არის ამ შემთხვევაში მთავარი სული სიმშვიდე აქვს დაკარგული ფული აქვს და არც იციან როგორ მოიქცენ როგორი და ზოგს უფულოს ნახა აი დღეს მამო ადამიანი მოვიდა იქ პაისის ქუც უნდა რომ თხეულიყო და სიმსიმე ქონდა მამო ამ ადამიანს და აი არ დამავიწყდება ეს ქალბატონი რა ყველაზე იმედიანი და ყველაზე მაგარი მორწმუნე ეგ იდგა იქ დანარჩენი ბევრი იდგნენ რომელსაც არაფერი არ ჭირდა აი ეგ არის სიძლიერე მამაო რომ დამარცხებული ყავდა ის სიმსიმე მოღებული ქონდა ბოლო იმ სიმსიმესთვის და აი ადამიანი და მე ჯერაო რო ისა რა და ჩაიხუტა ეს ქუჩა ძალიან ბევრი მაგალითი ამაში ძალიან ბევრი მაგალითი ხო და იცით როგორ ახალგაზრდა გოგო იყო და მე ჯესო რა არისო მე ჯერაო რომ ამ ყველაფერს იმად აი ეგ არის მამაო მაგარი და ეგრე უნდა ვიყოთ ჩვენ რა თქმა უნდა ყოველ სადაც რწმენა არ არის იქ არც სიხარული არ არის იქ არც სული წმინდა არ არის ხო სადაც სული წმინდა არ არის იქ სიხარული არ არის აბსოლუტურად აი მოჩვენებით სიხარული მამო სხვათა შორის ეგ სიხარული როგორ უნდა განვასხვაოთ რომ მოჩვენებითი და დროებითი თქვაროთ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა ვიღაცას გონია რომ აი რაღაცა მატერიალურით და რაღაცა მოჩვენებითით რომელიც დროებითია რამდენი დიდი ქონებაც არ უნდა ქონდეს ის დაიხარჯება და დაიცლება ბოლოს საბოლოო სულიერი სიხარული ხო ყველას განგვიცდია ცოტა მაინც მეტნაკლებად რაღაცა რომელიც მატერიალური არ არის მაგრამ იმ ხელა ძალა გაქვს მაგ დროს დევს და ეჭიდები კაც ყველაფერს გააკეთებ არც სიცოცხლეს გენაღულება არც ქონება გენაღულება არაფერი აღარ არის იქ როცა აი ეს დიდი სულიერი სიხარულია და ვერც ვერავინ დაგიდგება წინა იმიტომ რომ სიხარული შენთან მოვიდა ღმერთის მიერ და ყველაფერში გაიმარჯვა მაგრამ როცა აი კაცი რომ ომში მიდის და იძახის რომ ვერ დაბრუნდებიო გაიმარჯვებს მაგრამ კაცი რომ ომში მიდის და იძახის მე ჩამოვალ და მოგხედავთ და გიპატრონებ ის ჩამოვა ეგრეა მე ერთი მატერიალურია მეორე სულიერია სადაც სულიერია სადაც უფალია სადაც ეკლესია ის ყველაფერი კარგად არის და სადაც არა ეკლესია იმიტომ კი არ არის რომ ღმერთს ჭირდება ჩვენ გვჭირდება ჩვენთვის შექმნა ღმერთმა ეკლესია ჩვენ რო ვიყოთ ბედნიერები ჩვენ რო ვიყოთ წარმატებულები ჩვენ რო სიხარული გქონდეს ბედნიერება გქონდეს აი თუ შეიძლება 5 წუთი დარჩა და სხვადასხვა ერთი კითხვა მომევიდა ეხლა და აუცილებლად დაგისვათ რა ეკლესია არის ის ადგილი სადაც შენ მუდმივად გახსენებენ შენ ტკივილს შენ ცოდებს შენ პრობლემებს შენ თავს ხედავ შენ სიცუდეს ხედავ პრობლემა არ არის ხო უნდა ხედავდე გასაგებია მაგრამ როგორ არის სიხარულისთვის ამ შემთხვევაში უბრალოდ ზედაპირულად კითხვას ვსვავ და ადამიანები ხომ იხდით რომ გაერკვიონ ამაში. აი წარმოგიდგენთ მიუხედავად იმისა რომ სულ სიკვდილზე გესაუბრება, სულ რაღაცა გესაუბრება რომ აი აქ მაგალითად რაღაცა რომ გიხარია რომ რაღაც მამიდა გყავს შეიძლება გითხრას რომ ეს მამიდა დროებითია და შენი არ არის მაგალითად და ასე შემდეგ. აი რატო არის სიხარულისთვის ეკლესია? თუ შეიძლება ეს ახსნა და თუ ვერ ახსნით შემდეგ ნაწილშიც გადავიდეთ. კი ბატონო. რა არის იცით? როდესაც უფალი შენთან როგორ ჩდება? ხო, აი სადაც ჯვარცმა მაგალითად მთავარი ტკივილი ვიღაცის წამებას. ეკლესია ხშირად გვითქვამს ჩვენს და ეკლესიაც ეს არის რომ ჩვენ ღმერთი გვამზადებს რისთვის რომ შენი სული არის უკუთავი. რომ შენ შეგიძლია იყო ბედნიერი აქაც, შენ შეიძლება იყო ბედნიერი იქაც. მაგრამ ეს ყველაფერი აქაც და იქაც შენ უნდა შექმნა. რა განსხვავება ადამიანისთვის დასაბანი ადამიანი და დაუბანელი ადამიანი. დაბანელი ადამიანი. ერთი ჭუჭყიანია, მეორე სუფთა. რა განსხვავება? თქვენ არ თქვით ერთი ჭუჭყია და მეორე სუფთა. ხო, მაგრამ ეს ჭუჭყი არის მატერიალური, ხო? და რომ მოიცილებ სუფთა ხარ,
უკვე კაი ხასიათზე დგები, ხო, მაგრამ აი თუ სულიერად გააკეთებ კიდე ამას. ხო უფრო 1000-ჯერ მეტი გექნება. სიხარული. აბა ისე როგორ შეიძლება რომ ადამიანი ბედნიერი იყო და შენჭკვაზე იყო. შეუძლებელია, ხო? უფალი სულ გაგუჭვალავს ჩვენ ყველას ყოველთვის ვინ იცის როდიდან და სულ გაგრძელდება ეს. და მე თუ მინდა რომ ამ ნათელში ვიყო და სიხარულში ვიყო, უნდა დევემორჩილო იმ წესებსა და კანონებს. იმის გამო რომ მე ადამიანმა დაბადებიდან ეს რამეები არ ვიცი. მე ისე მოვედი ამ ქვეყანაზე, ისე დავამთავრე სკოლა, ისე გავიარე რომ ქრისტე ვინ იყო, რა იყო, ღმერთი რა იყო, არ ვიცოდი. მაგრამ არ დავრჩი იმ სიბნელეში და უბედურებაში, მე ვეძებდი და ვპოვე. მადლობა ღმერთს რომ მე დღეს ამის ტარების ღირსი ვარ. ხო, მაგრამ ამასთვის შრომა საჭირო. ამისთვის რაღაცა უნდა მეტი გააკეთო, მეტი იშრომო, მეტი დაითმინო. ზოგჯერ შეურაცხყოფასაც გაყენებენ, ზოგჯერ დაგამცირებენ, ზოგჯერ აბუთასაც აგიგდებენ. ქრისტე არ იყო, რაც გაიარა უფალმა უარეს გიზამენო, კაცო. ყველაფერი გაიარა, ხო, იმან გვაჩვენათ კაცური ბუნება რა ამ ქვეყანაზე. რას იზამ? მაგრამ სიხარულიც მიგვიღია ხო ყველას. მაგრამ იმაზე დიდი სიხარული რაღაცა რომ აღდგე და აგერა. მიიღო, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამისთვის უნდა ვიყოთ თავდადებულები. ამისთვის უნდა ვიშრომოთ. ეს სანამ ცოცხლები ვართ, ეს არ მთავრდება. დაუმთავრებელი კინოა. დაუმთავრებელი პროცესია. მთავრდება მაშინ, როდესაც ჩემი სიცოცხლე დამთავრდება. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უნდა ვიბრძოლო და აბა სხვანაირად მე არ დავნებდები. არავის არაფერს არ ვთხოვ. არავისი არაფერი არ მინდა, გარდა ერთ ღმერთს ავთხოვ, რომ შემეწიოს და დამიცვას, დამიფაროს და ამარიდოს განსაცდელი და ვიცხოვრო ისე, რასაც ის მასწავლის და არ გადაუხო იმის გზიდან. და მეტი თხოვნა რა გინდა შეიძლება კარგი რა. არა, თხოვნაში არ არის. არავის არ ეს არ გამიგდეს, ეს არ მომიგდეს, ის არ მომიგდეს, ის არ მომიგდეს და თხოვნაში არ არის საქმე, ამისთვის უნდა იშრომო. ეხლა მე დავდგე და ვიოცნებოთ, კარგი თონის პური მინდა და ყველი პური მინდა მეთქი. ესე რომ ვიჯდეთ აქ მე და შენ მოგვართმევენ? ჰა? ეს ოცნება საკმარისია. ხო, ეხა შიო ვიმერს ხომ ხვაჭმევთ. მაგალითად. ბოდიში. თუ იმას იზამ რა ქვია, რატო თუ 8 წელში იქნები და რაღაცა გადადებ თავს. ხო, თუ ამის ღირსი იქნები, შეიძლება ყომა შემომიტანოს ან შოშიამ შემომიგდოს საჭმელი. გენაცვალეთ. მადლობა ძალიან დიდი. აუცილებლად დაგიბრუნდით ჩემი ნაწილს და სხვათა შორის შეიძლება 1-2 ზარის შემოუშვათ, ოღონდ თემას თუ არ გავცდებით, რა თქმა უნდა, იგივე თემით, რაზეც დავიწყებთ საუბარს, უბრალოდ თუ შემოგვეშველებით კითხვებში, აუცილებლად გიპასუხებთ, მამაო. ზუსტად აი ხა პატარა საინფორმაციო ჭრა იქნება და შემდგომ დაგიბრუნდებით, მართლა ძალიან საინტერესო ეთერი არის და მამაო რაზეც საუბრობს, ბევრი ადამიანი უყურებს, ზოგის ნეოლებასა შინაყოფი, ზოგი რაღაცა გაჭირვებასა შინა, ზოგი პატიმრობასა რაღაცა და იცოდეთ რომ ყველა ამ ყველას არ ითვალისწინებს. არის რაღაც კონკრეტული გამონაკლისები, რომელსაც არ საუბრობს მამაო. უბრალოდ საუბრობს ერთიანში რაღაცა ან ცოდვაზე ან რაღაც ის არ ქვია კონკრეტულ საკითხზე და ვიღაცები არიან გამონაკლისი, იშვიათი მაგალითად შეიძლება ვიღაცა სენით ჭირდეს, ვიღაცა ეტლში იყოს, რაღაცა რომელსაც ამას არ ითვალისწინებს. უბრალოდ მამამ თქვა ერთიანში უბრალოდ ესე აღნიშნავს ხოლმე და კონკრეტული გამონაკლისებს არ გეხებათ, ასე რომ ვიცოდეთ, რომ რაღაც ხანერთ არ გაიგოთ ხოლმე წარმატებები, დაგიბრუნდებით ზუსტად 10 წუთში არ გადართოთ.